ჩემო საყვარელო და ძვირფასო დედებო და მამებო. საყვარელო და ძვირფასო დებო და ძმებო. ბებიებო და ბაბუებო. ძალიან მეამაყებით, იმიტომ რომ თქვენი ძალისხმევით ამ ქვეყანამ უკანასკნელი წლების განმავლობაში და 100,000-ობით კიდევ ქართველი ძალისხმევით შეინარჩუნა შანსი განვითარების. თქვენი ძალისხმევით, როგორც არასოდეს, ისე არის დღეს საქართველოს გამარჯვებასთან ახლოს. ისე არის ახლოს წარმატებასთან, ისე არის ახლოს წინსვლასთან. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის 28 ოქტომბრის საქართველოს სწორი არჩევანი. დიახაც, სწორი არჩევანი საქართველოსი და არა უბრალოდ არჩევანი, ვინ წააგებს და ვინ მოიგებს. 28 ოქტომბერს უპირობოდ მარცხდება სახელმწიფო კანდიდატი. დიახაც, უპირობოდ მარცხდება და იცით რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ იგი ღალატობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. და იცით რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ რომ მან აფხაზეთი განგრენად გამოაცხადა. და იცით რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა არ დაუშვებს თავარსარდლად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ამიტომ მხოლოდ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ საკმარისია სწორი დასკვნებისა და არჩევანის გაკეთებისთვის ის, რაც ეხლა მე ძალიან მოკლედ დროში ჩამოთვალე. ეს არ არის ხალხო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს გადასარჩენად. და ეს საქართველო უნდა გადაარჩინოს ყველა კუთხე, ყველა რეგიონმა, ყველა სოფელმა, ყველა ქალაქმა და ძალიან დიდ დროს შეასრულებს დაწმუნებული ვარ ამაში. ზუგდიდი და სამეგრელო. მოდი ხალხო დავფიქრდეთ, რაში ჭირდებათ, რატო ლამობენ ხელისუფლებაში გამარჯვებისთვის. ერთი წუთით. რატომ? რაღაცა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება უნდათ კიდევ ბოლომდე, რომელიც არ არსებობს? რაიმე პროექტი დაიწყეს და იმის დასრულება უნდათ, რომელიც არ დაუწყიათ? რომელიმე რეფორმის გატარება უნდათ, დაიწყეს და ბოლომდე მიყვანა უნდათ, რომელიც არ დაწყებულა? ბაშ რატო ხახნო? ერთადერთი რამისთვის, რომ კიდევ უფრო დიდხანს გაიცხაძივო საკუთარი ყოფნა იქ კაბინეტებში, რომ უფრო და უფრო მეტი ფული მოიპარონ, უფრო და უფრო მეტი და მაღალსართულიანი სასახლეები ააშენონ. ეს არის ფაქტი და მე მინდა მიმართო ქართულ ოცნებაში დასაქმებულ ადამიანებს. დიახაც, არა მხარდაჭერებს, არამედ დასაქმებულებს, ჩემო ძვირფასო ქართველებო. დააკვირდით რას და როგორ იქცევა ხელისუფლება თქვენს მიმართ. ყველაზე დიდ შეურაცხყოფას თქვენ გაყენებთ. ერთჯერადად ქირაობენ თქვენ თავს. 150-200 ლარს ხელფასში იხდიან და მერე აი ამ ყველაფრის შემდეგ მთელი წლების განმავლობაში ისინი მილიონով შეულობენ და თქვენ კვლავ საჩო საავადმყოფოს გარეშე ხართ. ამიტომ დრო არის ხალხო ეხა გაერთიანების. მე დაწუნებული ვარ, თქვენ ხომ იცით ძვირფასო ქართულ ოცნებაში დასაქმებულ ადამიანებო, ხომ ძალიან კარგად იცით, ხომ დადიხართ ეზო, ბაზარ, კარდაკარ, ეზო და ასე შემდეგ. და ხომ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არავინ არ აძლევს. არავინ არ აძლევს ხმას და რაც შეიძლება მალე დატოვეთ ქართული ოცნების რიგები და შემოუერთდით ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თავისით დადის გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრებზე. აი ეს ოვაციები, აი ეს მღელვარება კარგი გაგებით, აი ეს სიყვარული და სითბო, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებზე იგრძნობა, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო ქართული ოცნების რიგებში. ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე უბრალოდ ტაში დაკრული. ერთხელ მაინც თუ გახსოვთ გაღიმებული ადამიანები ამ კანდიდატის შეხვედრებზე, ძალდატანებით მიყვანილი ადამიანები ვერ აღმართავენ გამარჯვების დროშას. ძალდატანებით მიყვანილი ადამიანები მეტიც დაწუნებით შემიძლია გითხრათ ნახევარზე მეტი აუცილებლად მოგატყვილებთ. რატომ იცით? იმიტომ რომ თქვენ ქართულ ოცნებას მიმართავ, მოატყვილეთ ხალხი და ხალხი აუცილებლად გაგცემთ საკადრის პასუხს. ქართული ოცნების ხარდაჭერებს მოგატყვილათ ოცნება, მოატყვილეთ ოცნება.
გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის ასარგებლო.